მაგალითად ერთ-ერთ მამაკაცს ბოლომდე მიყვანილი ტოტალური იგნორის გამოცდილება ჰქონდა. ხელში ეჭირა ეგ გამოცდილება. შესაბამისად იგნორის მუშაობის პრინციპში არანაირი ეჭვი არ ეპარებოდა, მაგრამ როდესაც ის დაშორებას ხელახლა დაუდგა პირისპირ, მეუბნება რომ ალბათ ამჯერად იგნორი არ იმუშავებს, რაღაც დიდი ხანია უკვე რაც ჩუმადაა ქალიო. მოდით უბრალოდ დავფიქრდეთ, რატომ ეშინია მამაკაცს. იმიტომ რომ დაშორების შემდეგ სიჩუმეში გატარებული ყოველი დღე არის ფსონის მომატება. შესაბამისად მხოლოდ ქალს კი არა, შენც გეშინია. სინამდვილეში თქვენ ახლა იმას არ ყვევთ, თუ ვისი კვერცხებია უფრო მყარი. როდესაც შენი ყოფილი გენატრება, შენი ტვინი გესვრის მილიონ არგუმენტს თუ რატომ უნდა გახვიდე კონტაქტზე, მაგალითად იმას რომ თქვენ თლა პოზიტიურ ნოტაზე არ დაშორებულ ხართ, ამიტომ პირიქით სასარგებლოც კი იქნება ერთხელ მისთვის მიწერა. ან ის იდეები გაწვება რომ დაშორებამდე შენ ბევრი შეცდომა დაუშვი, ამიტომ დაიგნორებას, ან დისტანციის დაცვას არანაირი აზრი არ აქვს. შესაბამისად თუ შენ დასაკარგი აღარაფერი გაქვს, შეგიძლია გარისკო კიდევაც და პირველმა შენ მიწერო. ხოლო კიდევ უფრო უარესი შეგრძნება მაშინ გეუფლება, როდესაც შენს ყოფილს ამონიტორინგებ, მაგრამ ითმე, ფიქრობ მასზე, მაგრამ არ გადიხარ კონტაქტზე და როდესაც ეს ყველაფერი გრძელდება ერთი თვე, ორი თვე, შენი ტვინი რაღაც მომენტში ჭედავს და შენ რეალურად გეჩვენება რომ მასაც მოენატრე. უბრალოდ არ იმჩნევს. ძალიან უნდა რომ კონტაქტზე გამოვიდეს, მაგრამ აი სიამაყეს გამო ვერ გამოდის. ამიტომ მოდი ახლა მე დავთმობ სიამაყეს, მივწერ და ვნახავ რა მოხდება. ყველა ეს შფოთვითი ფიქრი საღამოობით, ან გვიან ღამე გაწვება ხოლმე და ძვლებში გამთვრევს. მივწერო თუ არა, მოდი ჯერ ისე უბრალოდ დავწერ მესიჯს და არ გავუგზავნი. უბრალოდ დავწერ, გადავიკითხავ და მერე ვნახოთ რა იქნება. მოდი ასე გეტყვით. როგორც წესი დაშორებისას მამაკაცი გამოუცდელობიდან, გულჩვილობიდან, ემოციური ფონიდან გამომდინარე ყველა შესაძლო შეცდომას უშვებს. ზუსტად ამიტომ ისტორიების უმეტეს ნაწილში ტოტალური იგნორი დაშორებიდან საშუალოდ 6 თვის შემდეგ იწყებს მუშაობას და აქ ხაზი მინდა გავუსვა რომ იწყებს მუშაობას. ხოლო დაწყების შემდეგ კი ქალმა გარკვეული სტადიები უნდა გაიაროს. ეგ კი იმას ნიშნავს რომ საშუალოდ 1 წლის შემდეგ უნდა ელოდო მისგან გარკვეულ რეაქციებს. ხოლო მამაკაცთა უმეტესობა მეორე ან მესამე თვეს უკვე ტყდება, როდესაც მაგ დროში ქალში ვერაფერი ვერანაირად ვერ შეიცვლებოდა.